მერობის კანდიდატებს შორის ბათუმში შესაძლო მეორე ტურის დანიშვნას გიორგი ერმაკოვი ეხმაურება. ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატს ნებისმიერი კონკურენტის დამარცხების იმედი აქვს. გიორგი ერმაკოვი დღეს იმ მიზეზებზე საუბრობს, რისთვისაც შესაძლოა მას მეორე ტურში მოუწიოს პაექრობა. განმარტავს, რომ გუშინ გამართულ არჩევნებზე იგი დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა სურათი მცირე პარტიებმა შეცვალეს, რამაც მოპოვებული ხმებით ქართული ოცნების პროცენტული ზღვარი დაწია. ყველა მაჟორიტარულ უბანში, რომელშიც არჩევნები ჩატარდა და რომელიც ბათილად არ იქნა ცნობილი და ესეთი ჯერჯერობით არ აგვაქვს, ყველგან ჩვენი ინფორმაციით და იმ საუქმო გადაწყვეტილებებით მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი დაწინაურებული იყო, ანუ შედეგი ჰქონდა ძალიან კარგი. ეს შედეგი არ ინამდვილად, არ შეცვლილა არაფერი. უბრალოდ შემდგომში გადანაწილება სხვადასხვა პარტიების ხარჯზე განხორციელდა და ამან გამოიწვია მეორე ტურის არსებობა უკვე დღეისათვის. ასე რომ ვერაფერს ამაში სავალალოს ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ თქვა გათვლა შეიძლება უფრო სხვანაირი იყო.